ეს არის ღვინის პოდკასტი ნადიმი, სადაც წრუპავთ ქართულ ღვინოს და ვსაუბრობთ მის წარსულზე, მომავალზე და რა თქმა უნდა აწმყოს. ბიო, ორგანული, ბიოდინამიური, ნატურალური, ძალიან ბევრი ტერმინია რა. რა განსხვავებაა მათში? მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე პრობლემა იდგა ევროპაში ამ შხამქიმიკატების. იცით, პრობლემა არის ის, რომ გამოიყენება ყოველგვარი კონტროლის გარეშე აუარება ეს ჰერბიციდები, რომელიც ახლა შემოვიდა მოდაში და ეს არის ნიადაგის დახრა, კედელთან რომ მიაყენო და დახრიდო. ეს არის ციცქა 2021 წლის და გაუმარჯოს ამ ღვინის შემქმნელს. კონვენციური ღვინო, ორგანული ღვინო და ნატურალური ღვინო. და იმ ბოთლში ჩანაწერებია, ანუ რამდენი დანამატის ამას რომ ნახავ, ხო? ვენახი მოვწამლეო, ხშირად მესმის ხოლმე. მოწამლა იმან, აბა რა ქნა. მოწამლა. ხო, მეორე მხრივ ძველი ტერმინია აქიმო. აქიმო გქია, ასე ქართველი კაცის ბუნება, ესე იგი ეხმარება იმას. ვარჯობია მე ორგანულად მოვუარო და მაღალი ფასი ავიღო, ვიდრე კაპიკები მithვალონ 70 კილო ყურძენში ხანო რა. მამების გამდიდრება, შვილების გაკოტრება გამოიწვია. ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი ცხოვრება, რა. და მაშინ იწყებს ფიქს კარგი ღვინო დალიოს და ადამიანს როცა გამოყვებაზე ფიქრობს, ამას ვერ დააძაბოს. იქითკენ მივდივართ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, უბრალოდ მომხმარებელს უნდა ქონდეს ცნობიერება, რომ რა სვამს, რა სჯობს. აბსოლუტურად ყველაფერი ამოძრავდა, ყველაფერი თურმეც ფეხები დადიოდა, რაღაცა ცხოველები, ჭიები, რაღაცა მრავალ ფეხები. იმერეთში რომ მიხვიდეთ ახალმთვარეზე არავინ თველს არ გააკეთებს, ვისაც ესმის, იმიტომ რომ იძახიან. მობიოს არ დათესავენ ახალმთვარეზე. მაგათ ლუდები აქვს იტალიელებს ეს ნატურალურად. მაგიტომ დავიწყე მე ეს ისა. ესე იგი ხორვატიაში ჩავედი ერთ-ერთთან და აიო ჩემი ლუდიო გაშო, მარა გოცასი რო არის, ისეთი ვერ არის. ჩემთვისაც ძალიან დიდი აღმოჩენა იყო, რომ მაგალითად ბიო ღვინოში საკმაოდ ისეთი ბევრი და მაგალითად კულტურული საფუარიც გამოიყენება. გოგირდის საკმაოდ მაღალი დოზა არის დაშვებული. თან ზარმაცების წამალია, ერთხელ მიასხა, ორი კვირა თავისუფალი ხარ. ჩვენ რასაც ვიღებთ ვენახიდან, იმას უბრუნებთ. მარტო ვიტოვებთ სითხეს. გიორგი კი არეთმობა გონიავას ციცქა ნადიმის საომარჯოს